ხაშურის მერი ქალაქში რუსთაველის ქუჩაზე ბასლაინის მოწყობას გეგმავს. თენგიზ ჩიტიაშვილმა ამის შესახებ TV ივერიესთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და პროექტიც თითქმის მზადაა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით აღნიშნული ქუჩა ორმხრივი კერძო ავტომობილებისთვის არ გახდება, რადგან ეს მიმდებარე ლოკაციის პარალიზებას გამოიწვევს. Თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობა იქნებოდა ეხლა რუსთაველის ქუჩაზე რომ ორმხრივი იყოს. უბრალოდ ადამიანებმა არ იციან ამ 3 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი ახალი ავტომობილია ხაშურში შემოსული, ხვდებით? და რუსთაველი რო ეხლა ორმხრივი იყოს, იქ ესე პირდაპირ იქნებოდა საგიზეთი. უკვე მომზადებულია ეს პროექტი და ჩვენ ვაპირებთ რომ ორმხრივი არ იქნება ეს მე ვიძახი კერძო ავტომობილის მძღოლებისთვის იქნება ანუ ორმხრივი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ეგრეთ წოდებული ბასლაინი ახლა ჩვენ ავტობუსები არ გვყავს მაგრამ იგეგმება რომ იქნება ერთი ზოლი ბასლაინისთვის გათვალისწინებული გამსვლელი